მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. დღეს წარმოდგენა არ მაქვს რაზე ვილაპარაკებ, როგორც ყოველთვის, მაგრამ რამე კარგზე ვილაპარაკებ რა. გამომდინარე იქიდან რომ მოდი ჩვენ ფეხბურთის ნაკრებზე ვილაპარაკებ რა. ჩვენ ფეხბურთის ნაკრები ძალიან კარგი ნაკრებია. მაგას ვერ ვიღაცები საბოლოო ჯამში ითხოვენ რომ ვიყოთ სოფლიო დონის გრანდი, რომელიც არ ვართ და ვერც ვიქნებით რა, მაგრამ მაგამდე ძალიან დიდი დრო არის კიდე. მაგრამ რა თქმა უნდა ნიჭითაც და შრომის მოყარებობაში ცოტა გვიჭირს, მაგრამ ნიჭითაც და თანამედროვე ბიჭებში ახლა ვინც არიან ძირითადებში და საქართველოს იმითი რა, ნაკრების სახელით ვინც თამაშობს, შრომის მოყარებები ყველანი ჩანან რა. უბრალოდ რაღაცა ისეთები არის ხოლმე, რომ ხანდახან კეცბაიას დროსაც იყო რა, ჩემი აზრით ეგეთი რაღაცები, რომ ვიღაცები ნაცნობობის გამო უნდა ეთამაშებინათ რა, იმიტომ რომ ვიღაცის შვილები იყვნენ და ვიღაცის ისენი იყვნენ და აი ეგეთი რაღაცები უნდა მოისპოს რა და უბრალოდ უნდა კონცენტრირდეთ რომ ანუ მე ის კი არ მინდოდეს რომ ჩემი შვილი იყოს ძირითადში, მე მინდოდეს რომ კარგი ფეხბურთელი იდგეს ძირითადში და ყველა საუკეთესო ვარიანტები იყოს ამორჩეული. მაგის გამო ვილისანიოლი რომ მოვიდა მე გამიხარდა რა, იმიტომ რომ ვილის ხა ვიღაცის მაკაცი და იმის მაკაცი მაგრაყლეზე ეკიდებოდა და დააყენებდა იმას, ვინც ენდომებოდა და ვინც მოეწონებოდა, ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში ისეთ ეტაპზე მივედით, რომ აზაროვი არ დააყენა, იმიტომ რომ რაღაც ვილისთან პირადი კონფლიქტი ჰქონდა და როცა პირადი კონფლიქტი აქვს მწვრთნელთან ფეხბურთელს, ხო? ფეხბურთელი მაინც უნდა თამაშობდეს ჩემი აზრით, როცა მაგაზე კარგი არ ყავს რა. მაგას ვფიქრობ. პლუს აქ ლომინაძისნაირ ახალგაზრდა ბიჭებს რო არ ეძლევა ჩანსები, ძალიან ტეხავს. იმიტომ რომ ლომინაძე უნდა თამაშობდეს ძირითადში უკვე ჩემი აზრით. მიუხედავად იმისა, რომ კიტაიშვილი კარგი ფეხბურთელი არის, ასაკში არის. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ვინც არიან ბიჭები, კოჩორაც ხანდახან ისეთი კარგი ვერ არის ხოლმე რა. ანუ აი ხა ბოლო ორ თამაშში კოჩორას საერთოდ არ უთამაშია კარგად რა. ეს გოლი გასაგებია, მაგრამ ხო ხვდებით რა გულისხმობ იმას კი ვიძახი რომ ცუდი ფეხბურთელი უბრალოდ რამდენიღაც კონკრეტული თამაშები არ ქონია ისეთი კარგი როგორცაც ველოდებოდით და არ არის ეგ პრობლემა რა არ არის ეგ გასაკვირი მთავარია რომ წინ ვიყურებოდეთ სულ ხო და წინ ყურებაშიც ახლა რო გითხრათ რომ სპორტინგი ცუდი გუნდია თქო მოგატყუებთ მაგრამ კოჩორა ძირითადში არ დგას ხოლმე რა იმდენად რა ნუ ყოველ შემთხვევაში ლიგაზე ძირთად მაგათი ნახევარდაცვა ტრინკაოზე არის და გონსალვესზე დამოკიდებული. გონსალვესში კიდე ცოტა უფრო შემტევი არის, მაგრამ ეგ არ არის პრობლემა რა. მაინც რაღაცნაირი პრობლემატური ისაა რა. კოჩორა ძალიან მიყვარს. პროსტა უფრო ჩამშლე ნახევარმცველის პოზიციაზე უნდა თამაშობდეს მე თუ მკითხავ. თუ ვიდრე ცენტრალურ ნახევარმცველს. ცენტრალურ ნახევარმცველზე აუცილებლად ჩაკვე გჭირდება. ჩაკვესნაირი ფეხბურთელი გჭირდება ვიღაც. ან თუნდაც ლომინაძისნაირი. ლომინაძეც რო იდგეს ნახევარდაცვაში ეს კარგი არის, იმიტომ რომ ბიჭს სიმაღლე აქვს, სისტრაფი აქვს, ჯანი აქვს. ეს ყველაფერი რო აქვს ფეხბურთელს, ხო უნდა გამოიყენო რა. ანუ როცა შეუძლია ჩვეულებრივ ნახევარმცველს თუნდაც თავით თამაში, ხო? მან გრძელი პასს უკვე აზრი ეძლევა. აი ხა ჟორჟზე რო ვაკეთებთ ხოლმე გრძელ პასებს, ხო? არ გამოდის მაგითი არაფერი რა. რაღაცა ცოტა უფრო მეტი გჭირდება ჩემი აზრით. და აი მაგ მეტის კეთებაში, ხო? ცოტა ვიკარგებით და არ ვაკეთებთ იმდენად მეც რამდენი საჭიროა. ეგ ცოტა წყინს ხოლმე, მაგრამ ეგეც არ არის პრობლემა დიდად რა. გრძელვადაში ხო ჩვენ ნაკრები კარგად მიდის. უბრალოდ ჩემი აზრით ვილისანიოლი გასაშვები არის და ჩემი აზრით დრო არის უკვე რომ რამასვანაძეს ძირთად ნაკრები ჩავაბაროთ და არა ახალგაზრდული. ყველაფერი გააკეთა მაგ კაცმა ახალგაზრდულით. ახლა ვერ მოიგებს რა, ახლა მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებს. მაგრამ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებით რეებსაც აკეთებს. წარმოიდგინეთ მაგ ახალგაზრდებშიც ხო უკეთეს დერკვევა. შესაბამისად მომავალი თაობის გამოძახებაში ვინ უნდა გამოიძახოს და ვინ არა, ეგეც უკეთეს დიცის. ხო და რავი გადასახალიძებელია ჩემი აზრით შემადგენლობა ოღონდ ნახევარდაცვა დაცვაში რა. შეტევაში ყველაფერი გვაქვს 10-იანზე. აი მართლა გეუბნებით 10-იანის შეტევა გვყავს. აი ეგეთი კაი შეტევა ევროპის კი არა და მსოფლიო დონის ქვეყანას არ ყავს ეგეთი კარგი შეტევა როგორც ჩვენ ყავს რა. მიქაუტაძე, დავითაშვილი და კვარა. ეგ სამი ფეხბურთელი არის აი რაღაც სიგიჟე. ჯამში 1-200 მილიონი მაინც ღია. ჩემი აზრით. ხო და რა ვიცი, ეგ ფეხბურთელები რო ყავს ნახევარდაცვაც რო ის ვქნათ, აი მამარდა ცოდოა პროსტა. მამარდა იმენა ცოდოა თამაშებში არის ცოდო, რომ აი რა გააკეთოს კაცმა, აი რა უნდა ქნა.
როცა კიტეიშვილს აყავს თავისზე 10 კი 20 სანტიმეტრით მაღალი ფეხბურთელი და ის თავზე უგებს ამას, მოუგებს, სულ მოუგებს, ორჯერ მოუგო. მაგიტო იყო კუთხურიდან 2 გოლი რო გავუშვით, რომ კიტეიშვილს ყავდა აყვანილი ის. მან თუნდაც მდგარიყო ვიღაცა უფრო მაღალი, მაგრამ არ ყავს ეგეთი მაღალი მეტი. დაცვაში ყავს გოგლეჩიძე, ლოჩოშვილი. всё, მეტი მაღალი ფეხბურთელი არ ყავს. და მაღალი ფეხბურთელები გჭირდება ძირითადში, რომ კუთხურისგან თავი დავიცვათ. კუთხურისგან თუ ვერ დავიცავით თავი, ანუ მაშინ ავიცი, აბა რა უნდა გავაკეთოთ რა. აქედან გამომდინარე, ლომინაძე რო იდგეს კიტეს მაგივრად, ლომინაძე რო იმასთან დემირალთან მდგარიყო, ჩემი აზრით მაგ 2 გოლიდან შეიძლება არც ერთი არ გასულიყო. ჯერ ის პირველ გოლში არ ვიცი, ჩემი ვიდეო ნახეთ თუ არა, რა უყურებდით, მე ეგრევე გავხედე საბას, ჩემ შუგას და ვუთხარი რომ მეთქი ეს უეჭველი გოლი არ იყო, აქ თამაში გაერთქო და აი ეგეთ გოლები არ უნდა გაუშვათ რა, მაგრამ თუ გაუშვებთ, ეგეც არ არის პრობლემა. რო გაუშვებთ, მანდ რაღაცა უნდა ვისწავლოთ. მაგალითად ის რომ აფსაიდის ხაზი თუ იწევა 4-ვე უნდა აიწევოს და არა 3 კაცი. და რაღაცნაირად ერთმანეთში შეთანხმებულად უნდა ითამაშონ და თუ მაინც მაგას არ ვაკეთებთ, რა ვიცი, ძმა, ლომინაძე დავაყენოთ ძირითადში, იქნება და რა შვება ეს ბიჭი და მე არ მგონია რომ წნეხმა რამე ის უკნას მაგას. პორტუგალიაში ჩვენი რა თამაშობს. ძალიან კარგი ფეხბურთელია. ან თუნდაც იური ტაბატაძეს რატო არ ვიძახებთ ხოლმე რა. მაგ ვიცი მე როგორც მახსოვს ნახევარდაცვაში შეუძლია თამაში და დაცვაშიც. იმიტომ რომ საბურთალოს თამაშებს რო უყურებდი ხოლმე იდგა რა, ქვევითაც იდგა. კი, შედარებით ასაკოვანი არის ალბათ. ნუ არ ვიცი რამდენი წლისაა, მაგრამ ვიზუალით მსჯელობ ახლა. შედარებით შეიძლება ასაკოვანი იყოს, მაგრამ სისწრაფე აქვს, დარტყმა აქვს. ყველაფერს კარგად აკეთებს და პოზიციას არ კარგავს და რა თქმა უნდა კაკაბაძე რო გვიდგეს დაცვაში ხოლმე რა დავაყენოთ ეგ ფეხბურთელი თუ შეუძლია დაცვაში დგომა ხო მე ხო არ ვიცი ხო ცველები გვიჭირს ძალიან არა და გოგლეჩიძე ყავს და ლოჩოშვილი ყავს ორივე ძალიან კაია მაგრამ მაინც გვიჭირს ორი ეგეთი ფეხბურთელი რო ყავს და მაინც რო გვიჭირს ეგ უკვე პრობლემა არის რა გინდა ნიკა აფეთქო გინდა გადი მადლობა არ მოვიდა მასწავლებელი არჩი წავედი მე ეხლა ზავიც ისევ გაბრაზებულმა ვილაპარაკე მე მგონი არა და სიმართლეს ვლაპარაკობ ტყუილს რო ვლაპარაკობდი გავიგებდი მართლა რა მაგრამ მე რო სიმართლეს ვლაპარაკობ ვიღაცებმა ხო უნდა ანუ თქვენ რომ ისვენთ არ თქვენ იცით დაუშვათ ხო ეგ სიმართლე სხვაებიც ხო უნდა ხედავდნენ ამ ყველაფერს ჩვენ გარდა რა ანუ ჩვენ რაღაცა 500 კაცი ვართ ჩვენ გარდა ყველა უნდა ხედავდეთ და ვერ ხედავენ და ეგ დიდი პრობლემაა რა არჩი რა ვქენ noise cancellation ჩამეთი. არჩი მიყვარ ხარ გაკოცეთ. თავს მიხედეთ, კარგად იყავით. წავედი მე რა. სამსახურში მივდივართ.